რომ გითხრათ დღევანდელი შეხვედრის შესახებ გქონდათ შეხვედრა უნგრეთის პრეზიდენტთან და რომ შევაჯამოთ ზოგადად უნგრეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტი. დღეს უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრით დავასრულეთ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრები, დეტალური საუბარი, შედეგიანი შეხვედრები, შედეგები აისახა კიდევაც იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც გუშინ და დღეს ვიხილეთ უნგრეთის მონაწილეობით ევროკავშირის დონეზე. ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახით. მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი, ფაქტებზე და შედეგებზე დაფუძნებული და ამ მხრივ უნგრეთი იქნება ამ მიდგომის მხარდამჭერი სწორედ ნაცვლად იმ პოლიტიზირებული მიდგომისა, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ახასიათებს და მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს ახასიათებს, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აქციეს პოლიტიკურ იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ქართველებისთვის თავზე მოსახვევად. ჩვენ ვისაუბრეთ, ვიცით რომ დავდეთ ხელი მოვაწერეთ შერჩხელშეკრულება საქართველოს და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე გვექნება ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები კომიტეტებს შორის ურთიერთობების გამტკიცების, ერთობლივი შეხვედრების ორგანიზების და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ჩვენ მათ შორის ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის იმ ასპექტებზე, თუ როგორ წარიმართოს ეს პროცესი ისე, რომ ამითი რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ქართველმა ხალხმა ერთის მხრივ და თავიდან ავაცილოთ ზიანი, რომელიც შეიძლება ზოგმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ მოუტანოს ამა თუ იმ სექტორს თუ ამა თუ იმ ჯგუფს საზოგადოების. ასე რომ მიხარია, რომ ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ევროპულობა ვიგრძენით უნგრეთის დედაქალაქში. ეს არის ზუსტად ის ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენ ქართველებს და უნგრელებს გვესმის და რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ევროსაბჭოში მიმდინარე პროცესებზეც მინდა კითხოთ ბატონ შავა. თქვენ იცით, რომ ოპოზიციამ გააგზავნა წერილი საქართველოს დელეგაციისთვის საპარლამენტო ასამბლეაში მანდატების შეჩერების საკითხზე, მიმდინარეობს მსჯელობა. ერთის მხრივ მოლოდინი და მეორეს მხრივ თქვენი ოპონენტების მორიგი ეს მცდელობა, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ? რას წარმოადგენს ოპოზიცია, ეს ყველამ კარგად იცის და ასევე ვიცით, ვინ არის მათი მფარველები, ევროპის სახალხო პარტია. ეს ის გაერთიანება არის, შეგახსენებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დახსნას ცდილობს ციხიდან, ადამიანს, რომელმაც წამების სისტემა შექმნა და მას უწოდებენ მოდერნიზების და დემოკრატიის მაგალითს, ადამიანს, რომელმაც წამების, რეკეტის, მედიის დახურვის სისტემა შექმნა საქართველოში. ეს ის ღირებულებაა, რომელსაც ქართველი ხალხი არ იზიარებს, ამიტომ ევროპული სახალხო პარტიის ინიციატივა იყო, იცით, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის ასე ვთქვათ, კეჭისხაზე დაყენების საკითხი და მათი მოკავშირე და მათი ასე ვთქვათ მარიონეტები არის ის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესის, არა ქართველი ხალხის ინტერესის, არამედ სწორედ აი ამ პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესით, რომელიც ცდილობს საქართველოს რაიმენარად დააზიანოს იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მიაღწევენ თავის შედეგებს, შედეგები კი არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა კანონიერი პატიმრობიდან და საქართველოს შეყვანა ესკალაციაში რუსეთთან. ასე რომ ეს პროცესი ხედავთ, რომ ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად და პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. იმედი მაქვს, რომ არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური იარაღად ქცევის მცდელობებს ასამბლეის წევრები და გაიაზრებენ იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ეს თავად ასამბლეას დააზიანებს. ასამბლეის მთავარი არსი არის დიალოგის პლატფორმა. თუ კი ეხლა თვალებს დახუჭავენ და აღარ მოისმენენ არავის სათქმელს და ჩაიხარშებიან საკუთარ ნარატივებში და რიგ შემთხვევაში ცრუ ნარატივებში, საბოლოო ჯამში მათ თავად იმ ხალხს, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, მათ დააზიანებს. საქართველოსთვის ახლა ეს ამ მხრივ
იქნება რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტი, რომელიც უბრალოდ გვაჩვენებს, რომ ხდება საერთაშორისო პლატფორმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან. და დიპლომატიური პასპორტებზე უნგრეთის გადაწყვეტილება ვნახეთ და ამავდროულად იცით, რომ სლოვაკეთი ხორცდები კიდევ ერთხელ როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება და ვთქვათ უნგრეთის პოზიცია და გასაგებია. ბოდიშ დავამატებ, აი მიზეზად დასახელდა ისევ და ისევ ის კანონები, რომლებიც მიიღო, ხო, პარლამენტმა. თქვენი აზრით, რატომ გახდა მთავარი პრობლემა და ეს კანონები სწორედ გუშინაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულყოფილთა დაცვის შეკითხვა კანონი და გამჭვირვალობის კანონი. მე ამ გადაწყვეტილებას უყურებ როგორც პოლიტიკურ შურისძიების ცდილობას ქართული ხალხის მიმართ, რომელიც არ დაჰყვა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელისუფლებების ცდილობა ჩარეულიყო საქართველოს არჩევნებში, ნახეთ პირდაპირ მიტინგებზე გამოდიოდნენ, საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული, აფინანსებდნენ პირდაპირ ოპოზიციას, დანიის სახელმწიფო მაგალითად და ასე შემდეგ და ეს არის ჩვეულებრივი ცდილობა, რომ დასაჯონ ქართული ხალხის ხელისუფლება იმის გამო, რომ ქართული ხალხი არ დადის ზღვის ჭკუაზე. ეს ერთი. მეორე, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის საკითხი მოწესრიგებულია საერთაშორისო შეთანხმებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც 2010 წელს არის დადებული. იქ პირდაპირ არის გაწერილი პროცედურები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება რომელიმე მხარემ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში შეაჩეროს ესათვის მოქმედება. თქვენ თუ შეხედავთ, აქ არის სულ სამი შემთხვევა. ერთი ეს გახლავთ ჯანდაცვის საკითხები, ანუ თუ რაღაც პანდემია ან ასეთ საკითხი არის ამ დროს შეჩერება. მეორე ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხები ევროკავშირში შიგნით და მესამე ეს გახლავთ რაღაცად ბოროტად გამოყენება ამ ასე ვთქვათ პროცედურების. არც ერთი ასეთი შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს, როდესაც საუბრობენ რაღაც კანონებს. ამიტომ ცოტა საეჭვო არის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც ჯერ არ გვინახავს სხვათა შორის, თუ რას დააფუძნეს ეს გადაწყვეტილება და ამიტომ ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ დაინტერესდება, თუ რა სამართლებრივ საფუძვლებზე იყო ეს დამყარებული. და მესამე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირმა მისცა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს 2010 წელს. 2010 წელი შეგახსენებთ, მოეწერა ხელი. ეს ის პერიოდია, როდესაც არის პიკში მისული წამება საჩვენებლების დაწესებულებაში, როდესაც მომხდარია უკვე გირგვლიანის მკვლელობა, უტა რობაქიძის მკვლელობა, ვაზრაგაშვილის მკვლელობა, რომელიც გამოუძიებელი იყო, როცა დახურულია იმედი, წართმეულია რუსთავი 2, როდესაც გაყალბებულია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. აი ეს ყველაფერი მომხდარია და ამ დროს ბრიუსელმა დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილი და მისი მწამებელი რეჟიმის შემქმნელები, ზუსტად აი ოფიციალური პირები, უვიზო მიმოსვლით. ხოლო ქართული ხალხისთვის საერთოდ არაფერი არ გაიგო მაშინ ბრიუსელმა. 7 წელი საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივად ვიზას ვიღებდით, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისთვის 2010 წელს უვიზო მიმოსვლა დააწესეს. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაამარცხა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, აი 7 წლის თავზე და ქართული ოცნების ცდილობის შედეგად ქართულ ხალხსაც გამოიღო ეს წყალობა ბრიუსელმა. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე თითქოს დემოკრატიული უკუსლა თუ დემოკრატია და ასე შემდეგ არის მათი განსაზღვრება, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობა. როდესაც 2010 წელს ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელებისთვის გაქვს უვიზო რეჟიმი დაფუძნებული და შემოღებული. ახლა საუბარი იმაზე, თურმე რაღაც დემოკრატიის მიმართ გრძნობელობა აქვს, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობა. რაც შეეხება კიდევ ერთხელ საფუძვლად აღებას გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, ну ეს საერთოდ აბსურდი არის, როდესაც ამბობენ იმაზე, რომ იმის გამო რომ საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება გამოვიდო და იმაზე რომ არსებობს დიახაც ორი სქესი, ქალი და კაცი, აი ეს საქართველოს პარლამენტმა თქვა, თურმე ეს რაღაც გაღიზიანებას იწვევს ბრიუსელში ზოგიერთ ჩინოვნიკს შორის, არ ვიცი ხარ ასაპირებენ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გაუქმონ, აბა ერთი უვიზო რეჟიმი მათ დიპლომატებს ნახოთ, აქაც თუ იქნებიან ასეთივე
თამამები იქნება ასეთივე თამამი ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ეს შეეხება პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებს და მეორე გამჭვირვალობის კანონი. ანუ აქაც ხო ჩანს, რომ რას ვითხოვთ ჩვენ, რომ იყოს გამჭვირვალე თანხები, მათ შორის ვიცოდეთ ევროკავშირის ბიუჯეტი რაში იხარჯება. დღემდე საქართველოში მოქმედებს ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდებით აფინანსებს პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, ეს არაერთხელ აღიარებული აქვს სხვადასხვა ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატ ჩემთან პირადად შეხვედრების დროს და ვამბობთ, რომ უბრალოდ გაასაჯაროოთ ასაფინანსებთ და იმის ნაცვლად, რომ გამჭვირვალობაზე იზრუნონ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლებამ გაბედა და მოითხოვა გამჭვირვალობა უცხოურ დაფინანსებას, ეხლა უნდა თუ დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა. მაგრამ თავად ეს გადაწყვეტილება რომ არის დაცლილია შინაარსისგან იმ მხრივ რომ ნახეთ ჩვენ მათ შორის უნგრეთის ხელისუფლების განცხადება რომ ისინი არ აპირებენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას უნგრეთის ტერიტორიაზე, ესეც აჩვენებს რომ ეს იყო მცდელობა როგორც ჩანს ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფების ევროკავშირში რომ დაესაჯათ ქართველი ხალხი და კარგია რომ გამოჩნდა უნგრეთის სახით ხელისუფლება რომელმაც არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაუწია ამ გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პირდაპირ განაცხადა რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უნგრეთში არ აპირებს. შეიძლება საერთაშორისო შეუძლებელი ამ გადაწყვეტილებას. არ ვიცი, ნახოთ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა არ არის თუ კი ოფიციალური ვიზიტის დროს იქნება ვიზის აღება საჭირო, აიღებს ვიზას ადამიანი, ხა ესეც არ არის პრობლემა, ხომ? ანუ კიდევ ერთხელ უბრალოდ ეს მინდა ვთქვა, რომ რამდენად არაევროპული, რამდენად მათ შორის რაღაცნაირად დაბალი საქციელი არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ზოგადად ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაცა იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ახლა ამასაც ხედავთ, როცა განსაკუთრებით გესაუბრებიან დემოკრატიაზე და იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გუშინ მიღებული, ზუსტად იმ კაბინეტებში შარშან ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ იქ ადამიანი კრიმინალი, რომელიც იძებნება, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში, რომელმაც ტელევიზიის სქემები იყო იმედის და რუსთავი 2-ის ტელევიზიის წართმა ფლობელისგან ზურაბ ადეიშვილის სქემებით მოხდა ეს ყველაფერი და ეს ადამიანი უზით იმ კაბინეტში და მე იმ კაბინეტიდან ქართულ ხალხს ელაპარაკებიან დემოკრატიაზე და სამართლის დაფინანსების საკითხს. აი ჩვენ რამდენიმე ცოტა ხნის წინ გავცელდა ინფორმაცია, რომ USAID-ის თანამშრომლები არიან შვებულებაში გაშვებული, ეს გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ზოგიერთი მათგანი არის იძულებით შვებულებაშიც გაშვებული და მათ ასე ვთქვათ ბრალდებათ იმაში, რომ გვირდისავლას ცდილობდნენ ტრამპის ადმინისტრაციის. ჩვენთანაც მოქმედებს ხო ეს ორგანიზაცია, არის პროექტები, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ ფინანსდება. რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს უკვე საქართველოს კონტექსტში? ვერ გეტყვით, თუმცა USAID-თან დაკავშირებით იცით, რომ 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით USAID-ის ადგილობრივი ოფისი ჩართული იყო პარალელური დათვლის ყალბის შედეგების გავრცელებაში. და მათი მონაწილეობა იყო პირდაპირ ამ ყველაფერში და მე მათ შორის ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებული იქნას USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩართულობა 2020 წლის პარალელური შედეგების, გაყალბებული შედეგების გავრცელების სკანდალში, რომელმაც კინაღამ საზოგადოება არეულობამდე მიიყვანა. ამიტომ გარდა და ესეც არის საერთო ჯამში საფუძველი, რატომაც ხდება გადახედვა დაფინანსებისა, მე გამიკვირდა კიდევაც სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში საფუძვლად აღებული იყო, რომ საერთაშორისო დახმარება რიგ შემთხვევაში გამოიყენება ადგილზე, ასე ვთქვათ, გარკვეული არეულობის, ასე ვთქვათ, შეტანაში და მათ შორის აზიანებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს. ეს არის ზუსტად ის მიდგომა და ის ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს გარკვეულ ასეთ სახის
ასე ვთქვათ, ღონისძიებებთან თუ აქტივებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ USAID-ს რაც შეეხება, არა მხოლოდ დაფინანსების საკითხი, მე ვისურვებდი, რომ გამოძიებულ იქნეს საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების, ყალბის შედეგების გავრცელებაში, მზად ვართ მათ შორის ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, ვინაიდან ზუსტადად ჩვენ და მე პირადად USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა გვატყუებდა, რომ თითქოს პარალელური დათვლის შედეგები იყოს სწორი და მე აღმოჩნდა ზუსტად ამ ხელმძღვანელობა, მათ შორის უცხოელმა ხელმძღვანელმა ზუსტად იცოდნენ, რომ იყო ყალბის შედეგები, რომელსაც ახსენებდა ისვედი და უბრალოდ გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ატყუებდნენ ქართველ ხალხს და ხელსაფარებდნენ ისვედის მაშინდელ თანამშრომლებს. აი, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით იმის გამო რომ შესაძლოა ეს არ ემსახურებოდეს დაფინანსება ამერიკის საუკეთესო ინტერესს, ხო, სხვა ქვეყნებთან. გავლენა შემცირდება ეს საფრთხეები, როგორი მე ერთ რამეს ვისურვებდი და იმედია რომ აქ ეწავა ეს ყველაფერი. ჩვენ განსაკუთრებით წინა ადმინისტრაციის პირობებში ვიხილეთ რომ საერთაშორისო დახმარება, ანუ ჩვენ ხედავდით გარკვეულწილად ფარისეულურ პოლიტიკას ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით, როდესაც უცხოელი აქტორები, თქვათ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი წარმომადგენელი, რაღაც ასე თქვათ მეორვეთ და მზრუნველად გვევლინებოდა ქართული სახელმწიფოს თუ ქართველი ხალხის. და გვეუბნებოდნენ რომ რაღაცას აკეთებენ არა იმიტომ რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესიდან მოქმედებენ, არამედ ჩვენი ინტერესი, ქართული ხალხის ინტერესით მოქმედებენ. ხალხი, რომელსაც არ არის ლეგიტიმაცია ქართული ხალხისგან არ აქვს და რომელსაც ერთადერთი ფიცი საკუთარი ქვეყნის და საკუთარ კონსტიტუციაზე აქვს დადებული. რაც განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა არის ის რომ ჩვენება იმისა რომ ყველა და მიღება იმისა რომ ყველა სახელმწიფო მოქმედებს ყველა ერი მოქმედებს საკუთარი ინტერესით. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს საკუთარი და მხოლოდ საკუთარი ინტერესით, ასე მოქმედებს ქართული ხალხი საკუთარი ინტერესით. ამიტომ ჩემი ოპტიმიზმი და იმედი არის ის, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაც ამას დაეფუძნება, რომ ამერიკელები ვკითხავენ ჩვენ რა არის ჩვენ ინტერესში, გვეტყვიან რა არის მათი ინტერესი, მათ შორის ჩვენ ურთიერთობასთან, ჩვენ ურთიერთობის მიმართ და ამ ორი ინტერესის შეჯერებით და შეთანხმებით გვექნება შემდეგ თანამშრომლობა და არა ისე, როდესაც მოდიოდა ყოფილი ზოგიერთი დიპლომატი ამერიკის შეერთებული შტატების და სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის არჩეულ პირებს ელაპარაკებოდა ქართული ხალხის სახელით. ეს ეპოქა უნდა დასრულდეს, როდესაც უცხოელები საუბრობენ ქართული ხალხის სახელით, რომელსაც საქართველოში ხილის და ხაჭაპურის იქით არაფერი გაუგიათ. არ ჩვენი ისტორია იციან, არ ჩვენი კულტურა იციან და არც ის იციან, რაც გვაწუხებს და რა არ გვაწუხებს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველა რეალისტურ პოლიტიკას დაუბრუნოს. შეიძლება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გუშინ მკითხეთ კიდეც რომ ამერიკულმა გამოცემა ზიჰილსმა გამოაქვეყნა თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილის ციტატა, სადაც ის დონალდ ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის წინააღმდეგ სათამაშო მოედნად გამოეყენებინა საქართველო, თუმცა შემდეგ სტატიის ავტორმა ჩაასწორა ეს ციტატა, ასე შტატებმა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა რომ კავკასია არ არის კრემლის სათამაშო მოედანი. გაირკვა რომ სტატიის ავტორი არის ვინმე ლაურა კელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მაკეინის ინსტიტუტის ღონისძიებებში. აი და დავამატებ ამ კითხვას, ეს ციტატა ისე შეიცვალა, რომ ამის შესახებ არ იყო ცნობილი, მათ შორის არც იმ გამოქვეყნებულ სტატიაში და ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა პრესამ გააზიარა ეს სტატია და მათ შორის მოყვა პოლიტიკური შეფასებები, აი თქვენი აზრით, ვის ინტერესებშიც შეიძლება ყოფილიყო ზურაბიშვილის ამ მძიმე განცხადების გამოსწორება? თეთრი ძაფით ნაკერი საკითხები არის, სალომე ზურაბიშვილი არის მაკენის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანი და მოქმედებს მაკენის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად. აი ეს არის, რომ დღის იბზისით უბრალოდ საკუთარი დაქირავებული ადამიანებს არ ევცნობირო საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს არ ევინო სიტუაცია საქართველოში. არაფერი ხარ ეს ჩავლილი ამბავია, რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მაკენის ინსტიტუტიდან ვიცით ახლა უკვე ერთი ლორა თონტონი, მეორე სალომე ზურაბიშვილი, ვიცით რომ არც ერთს და არც მეორეს ქართული ხალხისთვის და საქართველოსთვის სიკეთე აუნდათ. აბუ-დაბიში ვიზიტთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ, იცით რომ პრემიერ-მინისტრი არის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა 6 მილიარდის. თქვენი აზრით ეს ერთის მხრივ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მეორე
მხრივ ჩვენი მოქალაქეები. მართლაც ეს არის ისტორიული შეთანხმება, თავისი მოცულობიდან გამომდინარე, 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიცავს ეს შეთანხმება და ეს თავისთავად გულისხმობს, რომ გავლენა იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის დაზე. ზუსტად ეს არის, რასაც აკეთებს ქართული სახელმწიფო, მაშინ, როდესაც სხვადასხვა უცხოური ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ ეკონომიკას, მათ შორის ოპოზიცია დღეს ზუსტად ამით არის დაკავებული, რომ რაიმენაირად დესტაბილიზაცია შემოიტანოს საზოგადოებაში, რათა ჩვენი ძლიერი სვლა და განვითარება ეკონომიკის რაც გვაქვს, რომ შეასუსტონ. ამის მიუხედავად ხედავთ, რომ მტრებისთვის, ასე ვთქვათ, თვალის დასაწყისად ჩვენ წინ მივდივართ და ზუსტად ეს შეთანხმებაც ამის ნიშანი არის. საქართველოს აქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა. ეს არის საქართველოს გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორ მთავარ ამოცანას საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ქართულ ხალხთან ერთად, რაც არ უნდა ბევრი ეცადონ შიგნიდან თუ გარედან, რომ ამ გზიდან გადაგვახუროთ. ბატონო შავა, ამ ისტორიულ შეთანხმებაზე, რომელზეც ახლა საუბრობთ, ოპოზიცია ეძახის ფლებს, ამბობენ, რომ ამ მასშტაბურ ინვესტიციას საქართველოში მომავალი არ აქვს. რას უპასუხებთ თქვენ კომენტარს? ოპოზიციის და სხვა მტრების ჯინაზე ეს შეთანხმება, ეს ერთი შეთანხმება დაიდო, მეორე შეთანხმება შესრულდება საქართველოს ივლის წინ, ხოლო დაბოღმილი და გაბოროტებული ოპოზიცია დარჩება იმ პროცესების მიღმა, რომელიც მიღმაც ისედაც დარჩენილი არიან, როდესაც ყოველ ჯერზე მოსახლეობა მათ უარს ეუბნება რაიმენაირად მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლებაში. და ბოლო კითხვა მაქვს, მთავარი არხი ახალ დირექტორს გადაუხუაშოს არხის მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებს, მედიის დახურის მცდელობას კი ქართული ოცნების ინტერესს უკავშირებენ. ეს ისრები აქამდეც მოგვისმენია ამ არხის წარმომადგენლებისგან, რომ რაღაც ინტერესი შესაძლოა მართო პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს, თქვენ რომ შეაფასოთ მოვლენები, რომელიც ახლა იქვითარდება. მთავარი არხი ეს პროპაგანდისტული მედია არის, ზოგადად პროპაგანდისტული მედიას რაც შეეხება, აქ რამეს ვერაფერს ისეც ვერ ვიტყვი, ვიცით რომ სამწუხაროდ ზუსტად რომ პოლიტიკურ პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა, როგორც ჩანს ახლა ამ პარტიას შიდა დაპირისპირება აქვს, ამიტომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში